დავით ნარმანიამ კი თბილისის საკრებულოში ანგარიში დღეს წარადგინა, მანამდე სურვილის მიუხედავად თბილისის მერისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა ვერ შედგა. ნარმანიას ცნობილი რეპლიკის შემდეგ პოლიტიკოსთა არასამთავრობო და ასევე საზოგადოების ნაწილის მღელვარება ვერც მისმა ბოდიშმა ჩაახშო. ეკოლოგია გამწვანება თბილისის მერმა საკრებულოში ამ თემებზე სცადა საუბარი, თუმცა შეხვედრა დაპირისპირების გამო რამდენჯერმე შეწყდა. რა უთხრა დავით ნარმანიამ საკრებულოს წევრებს და რის თქმა ვერ მოასწრო. რას თulis მთავარ მიღწევად და რას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად. 20-30 შეკითხვებს თბილისის მერი უპასუხებს. ბატონო დავით, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო დავით, ოპოზიცია მოგესალმებით, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა. თქვენს გადადგომას მოითხოვს ოპოზიცია, თქვენს მიერ ანგარიშის წარდგენის პარალელურად საკრებულოსთან აქციაც გაიმართა, ასევე პარალელურად ხმაური წარიმართა საკრებულოს სხდომაც. თქვენ უკვე თქვით, რომ არ აპირებთ გადადგომას. როგორ ფიქრობთ, არ აქვს ოპოზიციას ამგვარი მოთხოვნის ობიექტური საფუძველი? ოპოზიციას ამგვარი მოთხოვნის არანაირი საფუძველი არ აქვს და შესაბამისად მე ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. არ აქვს საფუძველი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქალაქში, რაც წლების განმავლობაში მიტოვებული და მივიწყებული იყო. ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ამ წლის შემოდგომაზე, მომდევნო წლისთვის, ასე რომ ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი აქტიური მუშაობა და აქტიურად ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ მუშაობა, რათა უფრო მეტი საბავშვო ბაღი დავტოვოთ ამ ქალაქში, როცა ჩვენ წავალთ ქალაქის მართლობიდან, რათა უფრო მეტი დაგებული გზა იყოს ქალაქში, იარონ ახალმა ევროპულმა ავტობუსებმა, ქალაქში იყოს ახალი, ასე ვთქვათ, საგზაო კავშირები, არა მხოლოდ ძველი და წლების განმავლობაში მივიწყებული გზების აღდგენის სამუშაოები და ასე შემდეგ ქალაქში იყოს უფრო უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა, იყოს დარგული მეტი ხე, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს, ასე რომ უამრავი რამ გავაკეთეთ ამ 2 წლის განმავლობაში, დამნახავები ძალიან კარგად ხედავენ ამათ და როცა მე გავაკეთეთ ჩამონათვალი იმ მსხვილი პროექტებისა და პროგრამებისა საკრებულოს სხდომაზე, რაც მათ არ უნდათ რომ დაენახათ, შესაბამისად რეაქცია იყო განსხვავებული. ბატონო დავით, თქვენ ამბობთ, რომ ძალიან ბევრი გაკეთდა ქალაქში, ახსენეთ დარგული ხეები, ჩვენ დარგულ და ასევე მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. ბატონო, მაინტერესებს თქვენ გადადგომას ითხოვენ არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები, მაგალითად იგივე რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ბატონ არმანიას, ეს მისი ციტატა, ამოწურული აქვს თბილისელების ნდობის კრედიტი. ყოფილი თანაბლოკელის აი ასეთ პოზიციას რას უკავშირებთ? დათო ზურაბიშვილს არ მგონია ხელთ კონდეს რაიმე ობიექტური საფუძველი, რის გამოც ის ამ ფრაზებს ამბობს. უბრალოდ ვინაიდან მისი პოლიტიკური გუნდი გაემიჯნა ქართულ ოცნებას, შესაბამისად ეს მისი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებაა და ალბათ ფიქრობს და ცდილობს რომ ამით გარკვეული, ასე ვთქვათ, ამორჩევლის გული მოიგოს, თუმცა მე მგონი რომ არასწორი გათვლა ეს არ ეფუძნება რაიმე სახის ობიექტურ გაზომვებს, კვლევებს და ასე შემდეგ, ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამის საფუძველი არ არსებობს. ბატონ დავით, აუცილებლად უნდა გკითხოთ პირველი რადიოს ინფორმაციასთან დაკავშირებით, დაიწერა რომ ხელისუფლების მართვალ რგოლში თქვენი თანამდებობაზე დარჩენა არ დაჩენის საკითხი კიდევ ერთხელ იქნება განხილული. თქვენ თუ ხართ ამის შესახებ ინფორმირებული, ან რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას? რამდენად ასახავს? ვერ გეტყვით ვერაფერს, მე მგონი რომ მორიგი ჭორია, ესეთი ჭორი არაერთხელ გავრცელებულა, ამიტომ ვფიქრობ რომ ეს შემდგომი მორიგი ჭორია. და ერთ-ერთი საკითხი, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში ძირითადად მთავარი მღელვარება გამოიწვია, თქვენ შეროცხული განცხადების გამო, რისთვისაც შემდეგ მოგვიანებით უკვე ბოდიშიც მოიხადეთ, თქვენივე თანაგუნდელების საჯარო კრიტიკა დაიმსახურეთ, არაერთი კომენტარი გაკეთდა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ შეგიძლიათ დღეს რომ გითხრათ, კიდევ ერთხელ საუბრობთ, განმარტებები უკვე გაკეთებული გაქვთ ნაწილობრივ ამ თემასთან მიმართებაში, რატომ უმტყვრნა ნერვებმა თბილისის მერს? მე ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთე და არ ვაპირებ ამის შესახებ კიდევ გავმეორდე, მაგრამ როცა არსებობს ფიქრობ იმსახურებს ბატონო დავით 20-30-ის მაყურებელი თქვენი განმარტების მოსმენას. ვაკეთებ განმარტებას და თუ დამაცდეთ გავაკეთებ აუცილებლად, როცა არსებობს ქალაქის ხელისუფლების მხრიდან მზაობა, კარები არის ღია რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასე ვთქვათ, დავეძახით მოვიდეს წარმოადგინოს თავიანთი მოსაზრებები, თავიანთი წინადადებები და ამ დროს გარკვეული ჯგუფი, რომელიც შემოდის ესწრება სხდომას, არ წარმოადგენს კონკრეტულ წინადადებას, დგება, ითხოვს გარკვეულ რაღაცეებს, დადის, შეურაცხყოფას აყენებს საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, დამსწრე საზოგადოებას, სპეციალისტებს და ასე შემდეგ.
ეს იყო საფუძველი, რატომაც მე ასე ვთქვათ ესეთი რამუნებლიეთ წამომცა, თუმცა ამასთან დაკავშირებით მე მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ დაუკვირდი ამ საკითხს, მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ მაინც მართებდა ასე ვთქვათ მომეხმო იმ თმენის ვალდებულებისთვის, რომელიც აქვს საჯარო მოხელეს და მოვიხადებოდი, თუმცა როცა უსაფუძვლოდ გაკრიტიკებენ, როცა ვიღაცები დადიან, ასე ვთქვათ, შენს ზურგს უკან ამ დროს შენ საქმეზე ფიქრობ, საქმეს აკეთებ, ადამიანები გყავს მსჯელობ მათთან ერთად იმ საკითხზე, რაზეც ისმის კრიტიკა, ამ დროს ესეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ფაქტია, რომ მოხდა და მე ჩავთვალე შემდეგ მიზანშეწონილად, რომ მომიხადებოდიში და მომხადებოდიში საზოგადოებას იმ ადამიანებს, ვინც თვლიდა, რომ ჩემი ეს თქვათ ამ ორი სიტყვით და ამ ფრაზით რაღაცა წენა მიიღეს. ან თქვენ ფიქრობთ, რომ ადგილზე იქნა მოწყობილი პროვოკაცია, აფასებთ პროვოკაცია თქვენი საუბრიდან გამომდინარე? ეს პროვოკაცია იყო იმ დღესაც, ეს პროვოკაცია იყო მანამდეც არაერთხელ და ესეთი პროვოკაციები იყო დღეს და არ შემიძლია ამ საკითხს არ გამოვეხმაურო საერთოდ დღეს საკრებულოს ხდომასთან დაკავშირებულ პროვოკაციებს. როცა გარკვეული ადამიანები, საკრებულოს წევრები უშვებენ საშვებს და მათ ამოყავთ თავიანთი, ასე ვთქვათ, სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები, თავიანთი, ასე ვთქვათ, მხარდამჭერები და ასე შემდეგ, მათ უნდა ეყოთ ადამიანობა და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და პასუხი აგონ იმ ადამიანების დესტრუქციულ ქმედებებზე. თუ ისინი იბარებენ საკრებულოში ქალაქის მერს, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისაც, რომ მოусმინონ ქალაქის მერს და შუა მოხსენების დროს მოხსენება არ უნდა შეაწყვეტინონ. და იგივე როცა კითხვები დაისვება და კითხვებზე პასუხია, ესეთ დროს არ უნდა იყოს ასეთი დესტრუქციული ქმედებები. ამიტომ ეს დღევანდელი შეხვედრაც მათი მხრიდან, ასე ვთქვათ, დადგმული შოუ იყო და შოუს ნაწილი იყო ის, რომ მოხსენების გაწყვეტინება მოხდა, ის რომ, ასე ვთქვათ, გარკვეული შეძახილები ისვოდა ზემოდან, მაგრამ არაუშავს. ჩვენ ვართ დემოკრატიული მმართველობის მომხრე, როცა მოგროვდა საკმარისი ხმების რაოდენობა მივედი საკრებულოში, როცა მომავალში შესაძლოა იყოს არაერთხელ მივალ, იმიტომ რომ ეს არ იყო ჩემი პირველი მისვლა და არც უკანასკნელი მისვლა არ იქნება, ასე რომ ყოველთვის მზად ვიქნებით გავცეთ იმ კითხვებს პასუხი, რა კითხვებით შეიძლება დაისვას, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვართ რაციონალური მსჯელობები, ჩვენ ყოველთვის ვართ საქმიანი ურთიერთობების მომხრენი და არა, თქვათ, იმ შოუს, ასე ვთქვათ, მომხრე, რომელიც იდგმევა ხოლმე ხანდახან, როცა ესეთ დროს ხდება დედაქალაქის მერის მისვლა საკრებულოში. გასაგებია, ბატონო დავით, თქვენ პოლიტიკურ შოუზე საუბრობთ, ამბობთ, რომ სწორედ პოლიტიკური შოუ იქნა მოწყობილი საკრებულოში დღესაც, თუმცა არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა თუნდაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი სწორედ ისე ფიქრობდეს, როგორც თქვათ, რა გამოთქმებიც და იგივე რა ინიციატივა თუ წინადადებებიც მოდიოდა ეგრეთ წოდებული პროვოკატორებიდან, როგორც თქვენ მათ უწოდებთ. ანუ რა პასუხი გაქვთ ასეთ შემთხვევაში მათთვის? საზოგადოებაში ეს ბუნებრივია, ყოველთვის იქნება საზოგადოებაში ისეთი ადამიანები, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. არსად აქამდე არ მომხდარა და არც მომავალშიც არ მოხდება, რომ ქალაქის მერს ჰქონდეს 100%-იანი, ასე ვთქვათ, ნდობა ან კიდევ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოსახლეობის 100% ენდობოდეს და პატივსცემდეს. ყოველთვის არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და ბუნებრივია, რომ ამ მოსაზრებების თავისუფლად დაფიქსირების საშუალება აქვთ ჩვენს დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება აშენებს, მათ თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ და გამოხატავენ კიდეც ამ ყველაფერს. ასე რომ თავისუფალი მოქალაქეებიც ვიღაცები, ვინც შეიძლება ყოფილიყვნენ დღეს იქ, ან ვინც უსმენდა დღევანდელ სხდომას, ან უყურებს ჩვენს ეთერს და ფიქრობს სხვანაირად, ჩვენ მათ აზრსაც პატივს ვცემთ, ასე რომ არაერთი ესეთი აზრი მოგვისმენია. მიგვიღია ეს აზრი სათანადოდ და ბევრი მათგანი გაგვითვალისწინებია. ბატონ დავით, ძალიან ცოტა დრო დამრჩა, დაახლოებით 2 წუთი და დამრჩა ძალიან ბევრი შეკითხვა და ძალიან ბევრი საკითხი, იქნებ მოკლედ მიპასუხოთ შეკითხვებზე. მინდა გითხოთ ასევე ხეების მოჭრაზეც ბუნებრივია, რასაც მოყვა ჯერ აქციები, ამჯერად კი უკვე კარვების გაშლის მცდელობა და ასე შემდეგ. თუ შეუძლიათ თბილისის მერს თქვას, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრა რამდენად კანონიერი იყო და ასევე ცნობილია, რომ ამაზე გამოძიებაც მიმდინარეობს, თუმცა თქვენი პასუხია საინტერესო. გამოძიების საბოლოოდ დასრულების შემდეგ იქნება კანონიერებაზე საბოლოო სიტყვა, თუმცა მანამდე მე ვფიქრობ, რომ ექსპერტის დასკვნა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა, არის საკმაოდ
ღრმაში ნაარსიანი სათანადოდ არის შესწავლილი, თუმცა მე არ ვარ გამწვანების სპეციალისტი და ასე ვთქვათ, კონკრეტულად ხის შეფასება და შემდგომ მის დასკვნასთან შედარება არ შემიძლია და არც არის ჩემი საქმე. საგამოძიებო ორგანოები არსებობენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოიძიონ, მაგრამ ვიდრე გამოძიება არ იქნება დასრულებული, მანამდე კონკრეტული ადამიანებისთვის ხელის დადება, რომ ეს ადამიანია დამნაშავე, ჩემი აზრით მიზანშემოწმებული. ან თქვენ ცელოდებით გამოძიების შედეგებს? ის საკითხი რა თქმა უნდა. გასაგებია. ბატონ დავით, ასევე ცნობილია, რომ თბილისის მერია ხეების მოჭრის გამკაცრებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს უკვე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. რას გულისხმობს ეს ინიციატივა? ჩვენ წერილობით რამდენიმე საკითხზე მივმართეთ საქართველოს პარლამენტს და მათგანაც მივიღეთ მოსაზრებები, რაც საფუძვლად დაედება იმ ცვლილებებს, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ. თბილისზე არსებობს ცალკე კანონი, რომელიც არეგულირებს მწვანე ნარგავებთან დაკავშირებულ საკითხებს და ის თუ რომელი მწვანე ნარგავის მოჭრა იქნება შესაძლებელი, ეს საკითხი რომ უფრო კაფიოდ იყოს კანონში განმარტებული, მეორეს მხრივ, როცა აუცილებელი ჭრები იქნება, აუცილებელი ჭრების საკომპენსაციო ღონისძიებები რომ უფრო მაღალი იყოს და უფრო გამკაცრებული და ადმინისტრაციული პროცედურები რომ უფრო მკაფიო იყოს, ეს იქნება ის უმთავრესი საკითხები, რომელსაც ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებების დროს განვახორციელებთ. სამწუხარო ძალიან ცოტა დრო დამრჩა. მოკლედ მიპასუხეთ თუ შეიძლება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში იქნებით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად და გაცილებით ვრცლად ვისაუბრებთ არსებულ თუ პრობლემებსა და დაგეგმილ გეგმებზე, თქვენს გეგმებზე. დღეს თქვენ კიდევ ერთხელ შეგახსენეთ საკრებულოში თქვენი წინასაარჩევნო დაპირება, ეს არის მილიონი ხე. ამ დროისთვის ბატონო დავით, რომ გითხრათ, რამდენი ხეა დარგული და ასევე საინტერესო რა პასუხი გაქვთ უკვე დარგულ, თუმცა გამხმარ ხეებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის დარგულია 560,000-ზე მეტი ხე და გახარების მაჩვენებელი მინიმუმ 80%-ია, თუმცა კონტრაქტორ კომპანიებს აქვთ ვალდებულება იქ სადაც შემხმარია ხეები ისინი ჩაანაცვლონ. ჩვენ პროცედურები კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ ამ თვალსაზრისით და 3 წლიანი მოვლა პატრონობის ვალდებულება ექთებათ კომპანიებს და მინიმუმ 20 ჯერ უნდა მორწყან წლის განმავლობაში გააფრთხილონ ტერიტორია, შეიტანონ შესაბამისი სასუქები. ამ წლის შემოდგომაზე დაახლოებით 80,000-მდე ხის დარგვას ვფიქრობთ და ამაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. იქნება საკმაოდ მაღალი ხეები და შესაბამისად ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ის წინასაარჩევნო დაპირება, რაც ჩვენ მივეცით ჩვენს თანახმოვანებს, აუცილებლად მივიყვანოთ ბოლომდე. ძალიან დიდი მადლობა 2030 შეკითხვებს თბილისის მერი დავით ნარმანია პასუხობდა.